საღამო მშვიდობისა, სიყვარულზე მეგობრებო. მრავალჟამიერი მშვიდობა, სიყვარული და სიძლიერე დაგვედებოდეს, აქ და მარადის. მრავალჟამიერი სილამაზე, სილაზათე, აკვანთ სიმრავლემ, ერთა სიმცირე. მადლი, სათნოება, მოყვას და სითბო და სიყვარული ალაღებდეს თქვენს გულებს. დაგეკვებოთ ყველა თქმული და არ თქმული სიკეთე. მრავალშობა ახალწელს დაგასწროთ. ხელხვამიანნი, პირმცინარენი და სამომავლო იმედები გახსავსენი, სხვა რაღა გისურვოთ გასაწყისისთვის. დამდეგ ახალწელს გილოცავთ ძვირფასო ქარელელებო. დღეს და მრავალ წელს როცა ახალ წლის დილად გეყოდეს მხოლოდ დიდება შენს სასავალზე მხოლოდ დიდება დაგემედებოდეს დღეს და ყოველთვის როცა ახალ წლის დილის მზის სხივი შენს თავს წვდებოდეს 100,000 მხოლოდ მშვიდობა დაგემედებოდეს დღეს და ყოველ წელს არ ძვირდებოდი, არ ვერდებოდე უხვად მოგეცეს მზე და ბარაკა დაგმედებოდეს კვლავაც ძლიერი, კვლავაც მაგარი როგორც ფოლადი, როგორც გრანიტი ბევრი სახკარი ბევრი აკვანი ბევრი მხილი და თვალმარგალიტი
ახალი წელი, სულები, იმედები, ახდენილი ოცნებების წელი. ამობენ ახალი წლის განწყობილება. Მთელ წელიწადს დაგეკვებებაო. იქნებ ამიტომაც იქცა საქართველოში ერთგვარ რიტუალად ახალი წლის შემოგზანება. იმერეთში, გურიასა და რაჭაში ჩიჩილაკები ამშვენებდა ოდას. ხანკახეთში ბედის კვერებს აწყობდნენ. მესხეთ ჯავახეთში ოჯახიდან განათხოვებულ ნივთებს უკან იბრუნებდნენ. ბარაქას ღვთისმოძალში რომ არ დარჩენილიყო. შავალი ახალ წელიწადს ახალი განსაცმით ეგებებოდა. აფხაზეთში კი კლავდნენ ძროხას, ან იმდენ თხასა და მამალს, რამდენი მამაკაციც იყო ოჯახში. ხერხმედნიერებაც ხომ რჩეულთა ხვედრი იყო. სიტყვა ქარგულ, მამადაბურ დამოცას ამზაიშულა და გულკეტილი მეკვლე. შემოვდგი ფეხი, წყალობდნენ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა. ასე შემოდიოდა ჩვენში კალანდა. Belə im obyektivში metropolis ritm qoyuluşu araması. საქმის ნახევარიაო. მოთურა საერთი ხატოვანი ანდაზა და რაგის ჭეშმარიტად ასეცა, ასრულებთ და საახალწლოდ წინდახედულებასა და რჩევებით ვიმებრძოლოთ. ნახევრად ხომრობით და მთელი სერიოზულობით. ის მთავარი პერსონა ვეფხვი გახლავთ და ვინაიდან მებრძოლიანი ბატონი 107 რეპუტაციის სარგებლობს, წელიწადით შედარებით მშვიდობიანად წარიმართება. თვალყური ადევნეთ თქვენი ცხოვრების თვალებადობას და იყავით ფრთხილად. ხელსაყრელი წელია გარდაქმნების და აქტიური მოქმედებებისათვის. ნუ განერგებთ პერსპექტივებს სამომავლოდ შესანიშნავი დროა შესაძლებლებათა გამოყენებისათვის. მას მოიგეცეთ ფრთხილად, გონივრულად და ყველაფერი საუცხოოდ იქნება. რამე 1998 წელი ვეფხვის წელიწადია. იქნებ გავიხსენოთ ძვირფასო მეგობრებო, ქართული სიტყვაკაზმული ლიტერატურული შედევრები ამ გრაციოზულ ცხოველს რომ უკავშირდება. ესეც ჩვენი პირველი კონკურსი. სასურველი იქნება ნანა ამავე დროს თუ ამ ლიტერატურული ნაწარმოებიდან რაიმე ფრაზას დაგვიკითხავენ. პრიზებით დასაჩუქრდება სამი საჩუქრი დასაჩუქრდებიან გამარჯვებულები. მე შეგახსენებთ კონკურსის პირობას, რაკი ვეფხვის წელიწადია. ველით თქვენს პასუხებს ქართული ლიტერატურული სიტყვაკაზმული შედევრები, რომელიც ამ გრაციოზულ ცხოველს უკავშირდება. გთხოვთ? მაშასე ძვირფასო მეგობრებო, სამი მშვენიერი საახალწლო პრიზი თქვენს პასუხს ედის. გთხოვთ გვანიშნოთ? გისმენთ? ვის აქვს პასუხი? ერთი მეორე, ორი მენიკრება. შოთა რუსთაველის ვეფხვის ყაოსანი, პირველი. კონსტანტინე გამსახურდია, ეხლა ვეფხვებით მანადირაო. მესამე, კლდის ვეფხვის ნაკვალევზე, მაგრამ ამ შემთხვევაში კლდის აქ ვეფხვი ადამიანზეა, მიროხელიანს ეძღვნება. მეოთხე, მეხუთე და გავაგრძელოთ კიდე თუ? და ბატონ დავით მურმანიშვილსაც ჰქონდა კიდე ერთი კარგი ლექსი. ჩვენ ქართველებმა ავირჩიეთ ვეფხვების ჯიში და ავედევნებთ რუსთაველის აზრებს ადრიას. დიდი მადლობა ნინო. რუსთაველი ნესტანდარეჯანზე ქვეწა ვით კლდისა ნაპრასა ვეფხვი პირ გამეხებული. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა ნინომ ალბათ დაასახელა 3 თუ ახსნები ნინომ 4, მაგრამ ეს უნდა დაესახელებინა. ერთი ვერ მოიწმინდა და ყველა დაასახელა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კიდევ არის ერთი ძალიან ცნობილი ნაწარმოები და ვთქვათ, რომ გაიხსენოთ. აგერ მე მივდივარ ერთ მაგიდასთან. და ამით
ამით დამთავრდება ალბათ და საშუქრებსაც მიიღებს. ისეთ ალბათენოსისან. ნამდვილად სწორია. მალადა პრიზებს გადასცემს ნანან ჩურჩულება ხაბრებს ხოლმე ასკულეს თავის ხაბარს დაცრემლება დაიგულება სიმართლე დრომალება მენანება მენანება სიმართლე დრომალება მენანება მენანება ახდენილი ოცნებების წელი იწყება, მაგრამ არ ღირს ძველი წლების გადავიწყება. მართლაც რომ არ ღირს, არ აღინიშნავს გასული წლის კეთილგანწყობა ჩვენი რაიონის დამოკიდებულებაში. სასარგებლო და საპასუხისმგებლო ძვლები თითქმის ყველა სფეროს შეეხო. რაიონის ჩვენი მკვიდრი ახალგაზრდა თავკაცი თემურ სანდოძე ჩაუდგა სათავეში ჩვენს რაიონს. სასიკეთო ცვლილებები განსაკუთრებით სამშენებლო საქმიანობას დაეთხო. 20 ბინიანი საცხოვრებელი შენობა ჭერმა დაამშვენა. სარემონტო სამუშაოები ღვთისმშობლის ხარების ქალაქის მერიის შესაკეთებლად ახლაც მიმდინარეობს. სულიწმიდის მატლით იკურთხა რაიონის ეკლესია მონასტრები. დიდი უნებათა ხილვით დაწყებული ატესტაციებით ვგონებ ჩვენი პედაგოგების სასიკეთოდ დამთავრებას. კრიმინალური ვითარების დარეგულირების მხრივ, როგორც გვაცნობეს, ლამის ფრიადოსნებით ყოფილა. ასია თუ ისია, ყველაფერი რიგზია. იმედია მომავალი წელიწადი უხეთესი სიურპრიზებით გავვილამაზებს ცხოვრებას, თუმცა რაიონის ხელმძღვანელობის ცოტა ოდენი დახმარება უცილოდ დასჭირდება. ახლა გითხავთ ბატონ თემურს საახალწლო სურვილებით. აგერ ეს წელიწადი მიიწვია მეგობრებო, აღნიშნულად ეს ნაფისი არ არის. ბევრი ნაკლი ქონდა, ბევრი ყველაფერი რიგზე არ არის, შემოგვიდგეს. ბევრი ალბათ ტკივილიც ქონდა, ბევრი სიხარულიც ქონდა. მე მინდა დღევანდელ დღეს მოგესალმოთ, მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. მე მინდა დავიწყო ჩვენი სოფლის მეურნეობის მუშაკებიდან. რამდენადაც რაიონის სოფლის მეურნეობის რაიონია, მინდა თქვენი სახით, სოფლის მეურნეობის მუშაკების სახით ვერ მოგილოცოთ და თქვენი სახით მთელს რაიონის სოფლის მეურნეობის მუშაკებს მინდა მიულოცო მომავალი დამდეგი ახალი წელი. მე მინდა მრეწველობის
სამრეწველო საწარმოოში დასაქმებულ მოსამსახურეებს მინდა მიულოცო, თუმცა პოზიციები ბოლო პერიოდში დავწვეთ, მაგრამ მომავლის იმედზე ვარ, სამრეწველო საწარმოები თითქმის პრივატიზებული არიან. სულალანი მოგჯერავს, რომ კერძო მესაკუთრე უფლებებს გააკეთებს დღევანდელ პირობებში საბაზრო ეკონომიკის ურთიერთობის პირობებში ვიდრე სახელმწიფო. მე მინდა დღევანდელზე მიულოცო ტრანსპორტის მშენებლობის მუშაკებს, რომლებიც წარმოდგენილი არიან. დღევანდელზე მინდა მიულოცო კავშირგაბმულობის სამედიცინო დაწესებულების მუშაკებს. მე განსაკუთრებით მინდა მიულოცო დღევანდელზე ჩვენს პედაგოგებს, რომლებიც ამ დარბაზში იმყოფებიან. თქვენის სახით მთელ რაიონის პედაგოგურ კოლექტივს მინდა მიულოცო დღევანდელზე და დამდეგი ახალი წელები. მე მინდა მიულოცო ჯანდაცვის მუშაკებს, რომლებიც აქ არიან. მე მინდა მიულოცო ახალგაზრდობას, რომელიც აქ არიან წარმოდგენილი. მე მინდა მიულოცო ვეტერანებს, ომისა და შრომის ვეტერანებს. მე მინდა მოვილოცო ცუღელას, კიდევ ერთხელ, ვინც გამომჩა, მე მგონი არ გეწინებათ, სიაკი მაქვს, მაგრამ საკითხი არ მინდა სულამათი. მოვილოცო ცუღელას. მე გისურვებთ, ვისურვებდი ერთს, რომ გასულ წელს, რაც ნაკლად ჰქონდა ჩვენ დაუხსნელი ჰქონდა ცხოვრებაში, მომავალ წელს ამ ხდარი გულს და თქვენ ცხოვრებაში სილამაზე დაკეთებულობა ყოფილიყოს. მე მინდა დღევანდელ დღეს მოვიგონოთ ალბათ ის ხალხი, აუცილებლად, ვინც ვერ დაესწრნენ დღევანდელ დღეს, ჩვენ რაიონიდან დასრულებიდან მოვიგონოთ. და საერთოდ სიახლოვე მისვალებულებს არ ამთავრებენ, მე მინდა ყველა ახლა დაბადებული გავეგრძელო, გავლოცო და სიკეთე და ბედნიერება მათ მშობლებსა და თვითონ ასწავლებლებსაც. დიდი მადლობა. მინდა მოგილოცოთ კულტურის მუშაკებს, მოგონ დამავიწყდა, რა. ეს განსაკუთრებით სახალხოა ის ამბავი, რომ ჩვენს რაიონში ჩამოყალიბდა მამაკაცთა ანსამბლი აქ არის აგებული. ბატონი დურმიშან გოდერძიშვილის ხელმძღვანელობით მე მინდა მივესალმოთ მას და მოვულოცოთ მასაც. რამდენადაც ის დიდი პიროვნება, როგორც პიროვნება და დიდი ხელოვანია, როგორც ხელოვანი. მას შექმნა კოლექტივი, რომელიც არ მარტო რაიონის, არამედ რესპუბლიკის და საერთაშორისო მასშტაბისაა, მნიშვნელობისაა. ცოტა ხანში ალბათ ჩვენი ეს ანსამბლი გავა უფრო პარტიასთან. მე მინდა მოგილოცოთ, სიკეთე გისურვოთ და რატო გისურვოთ და ალბათ არ მოგაკლებთ ამ თბილისის აღამოზე და თბილისის აღამოზე ეს რამას ამბობს. დიდი მადლობა ყველას, მინდა მოგილოცოთ ერთხელ კიდევ და სიკეთე და ბედნიერება გისურვოთ დამდეგ 98 წელს. დიდი მადლობა ბატონო, სურვილებისათვის. წერდება ჩვენი საღამო.
მრავალი ადამიანი შეიფარა და სიტყვა სიყვარული გაუნაწილა. მიუხედავად თანადგომისა და თანაგრძნობისა, გაუცდელია გაციებული კერიების შემყური ადგილის დედის ტკივილი. ეს ტკივილი ჩვენი ტკივილიცა. ემიდა ბატონ ვაჟეთის გადასთხოვა. ის ალოცი სიტყვა, როგორც ალბათ თვითონ უკეთესად კერიას მოცილებული ადამიანების ტკივილს უკეთესად გამოხატავს მდგომარეობაში. საერთოდ სულმედელი. Უღმესი მადლობა მე გიგიზურებდით რომ ახალ 1998 წელს თქვენი კერიები ყველა გაჩაღებულებას. დიდი მადლობა. თქვენი არ გინახავთ ომის საშინელება. ეს ჩვენი უფროსი თაობისაგან ხშირად ხსმენია. თუმცა სამწუხაროდ ჩვენ ნახეთ ომის საშინელება. ნახეთ ჩვენი თანადოლების გაუგონარით აღბაწირვა და სიყვარული. ჩვენ ალბათ მომავალში გმირების თაობასაც გვიწოდებენ. ერთი ლამაზი სიმღერით უგდავთ მათი ხსოვნა დღევანდელ საღამოს.
Маш საჩუქრების კალთახვავი ასტუმარს თოვლის ბაბუას მოხმოთ. Ანგელოსო, ჯერის ანგელოსო, კალთა დაგელოცოს, ხვდები დაგელოცოს, დიდი მყუდროება, დიდი იმედები, ისე გაიმედე, როგორც იმედები, ხოლო მწუხარებას, შისტუს ნეულებას, ჩვენთან უექნება ნურაწვეულება, მზე ჩამობარდე მრძიან ბუთქოებად, მზე შინდაგარეთ, მზე დამყუდროება. ცოტა ორიგინალური და საპრიზოც იქნება მისი საჩუქრები. ყოლოფებში თქვენთვის არც თუ უცნობი ფრაზის მხოლოდ დასაწყისია. დაასრულეთ. გნებავთ ლექსად, გნებავთ პროზად, ოღონდ კი იუმორი არ დაიშუროთ. სამი საუკეთესო ორიგინალურად დასრულებული ფრაზა მშვენიერ პრიზებს მიიღებს დასაჩუქრება სამი მაგიდან ორიგინალობისთვის და იუმორისთვის, რა თქმა უნდა. ძალიან გთხოვთ, ალბათ მაგიდაზე ერთი ნამდვილად გონება მახვილი პიროვნება იქნება და ბევრიც. გთხოვთ, რა თქმა უნდა, დაასრულოთ ფრაზა. ფრაზის შეფასება იქნება 2 ნომერის შემდეგ. მე ვქვა ბატონ თემურს, მე ვქვა ბატონ თემურს, დღეს ჟიურის თავმჯდომარეობის ძნელი და ფრიად საფასურისმგებლო მისიად შეგვიძლია. გათხოვ აგრეთვე 3 წევრი დაგვისახელოს, ვინც ჟიურში გაუწევს ალბათ თანადგომას. ეს იქნება, რა თქმა უნდა, ფრაზების შეფასების დროს.
ქალაქის მერი რა თქმა უნდა ბატონ გამგებელს ნამდვილად ჭირდება ქალაქის მერის თანადგომა. ბატონი გაგო მარჯანიძე როგორც აღნიშნეთ ბატონმა თემურმა. მე ვთხოვ აგრეთვე მოემზადოს ნინო მარჯანიძემ ჟიურის წევრობისთვის და კალვადორი ნალიოსიტაშვილი. მე ვთხოვ ჟიურის წევრებს ორიოდე ნომრის შემდეგ შეაფასონ დაწყებული ანდაზები, რა თქმა უნდა, სრულიად ახალი ინტერპრეტაციით დასრულებული. ყველანაირად ვთხოვ, რომ ძალიან ყურადღებიანები იყვნენ და გამოიჩინონ, რა თქმა უნდა, გონებამახვილობა. თქვენი ფრაზები ძალიან ვთხოვ. სამმართველოს სამიდასთან გვნება ჩვენ მოვთანები და წარმოიდგენთ ახალი ინტერპრეტაცია. საუკეთესო წამალიაო. კაცი რომელიც იცინის სიცოცხლეს იხანგრძლივებსო. მაგრამ ის კალამბურიც არ დაივიწყოთ. იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. მას ბერიკების სიმართლე ნარევი, ხუმრობა საღამოს რეკვიზიტი. ახლა ასაგვაჩებითი ჩვენი მედიცინა. არაფერი შეგვეძლება თუ კიბერმა გაგვიცინა. ჩანდესი ამრაბზე ჩვენი თუცა მარმა ვერ გიშველოს დავამშვიდოთ ერთმანეთს. თუცა მარმა ვერ გიშველოს დავამშვიდოთ ერთმანეთს. აგრეთვე არ გამოწეს პოლიცია, სასამართლო. მართლა ისე გამსაჯულოთ მართალია, რასამო. გაიკაცის ვაჟკაცობა იყოს თქვენი სამართალი. ხელი ისე მოგემართოთ, დაგემშვიდოთ სამართალი. ხელი ისე მოგემართოთ, დაგეფიცოთ სამართალი. ბიუჯეტი შეცებაში რომის წილი მაგათია. ძალაჩივსის კაბინისა, ხუმრობა და გამართია. აქციზები დაგვიწესეს ვაჰნამიზის სახადია. დაჯიბეში ფული არის ყველა გადასახადია. დაჯიბეში ფული არის ყველა გადასახადია.
მივახსენოთ ქარელის ტელევიზია. ახალი წლის გეგმაში ვარ, ჩაუტაროთ რევიზია. ისეთი კადრი ყოლოდეთ, შეგნატროდეთ, გოგელია. ცოტა თუა შეიცვალეთ ლამის ძილი მოგველი. ცოტა თუა შეიცვალეთ ლამის ძილი მოგველი. ალაგ-ალაგ რომ გამოდის განასულ მისი ბრალი. ხანჯირკლები აშუაში ხანაცვლილი ვისვალი. ოფსეტის მოლოდინშია გაზეთი აღარ ნარეკრობი. რას გარგებს ოქროს დუმბილი ხვა ამოვიდე სამრიგო. რას გარგებს ოქროს დუმბილი ხვა ამოვიდე სამრიგო. გაზოგო შევეხებით მაგით თვითონ ყველასო. თათოძილში არასვენებს ამას ფული, იმას ფული. ფინანსები მრავლად ხონდეს, რას ვინახეთ ამისადა. ჯიბეს ფული შემოაგდა მოვეფეროთ ხაზინად. ჯიბეს ფული შემოაგდა მოვეფეროთ ხაზინად. გითოთ რა აზრია კეთილი თავს იმართლე. თუ მიყვარვით სინათლესო გამოგვიდოს სიმართლე. სახში რომ არა გვაქვს შუქი სულიკოა, ვინა ვარ? როგორ უნდა გაგვანათოს ლეტაოთხი მეგავარ. როგორ უნდა გაგვანათოს ლეტაოთხი მეგავარ. გქონდათ რომ დაახლოებულად დაგეთავრებინათ ჟიურის უბრალმოცილება რა თქმა უნდა ძალაში შედის და ჩვენ მოვდივართ თქვენს მაგიდებთან მე ხო მუსიკოსების მაგიდას რა მოგიზადა ძალიან გთხოვ ჟიურის მოვიწმინოთ ჩვენი ახალი ინტერპრეტაციები და რა თქმა უნდა შეადახმეთ ერთმანეთთან სამი საუკეთესო ორიგინალური პასუხი და სამი მაგიდა დასაჩუქრდება. მოისმინეთ მუსიკოსების მაგიდა. ძალიან მხიარული ხალხია და ნახოთ როგორ დაასრულეს ეს ანდაზა. კოგაზაშიგან რაცაც დგას იგივე გადმოდინებს. მე მინდა ერთი ძალიან კარგია რომ იგივე დასრულებულია, მაგრამ მე ვთხოვე ახალი ინტერპრეტაცია, ანდაზის ახალი ინტერპრეტაცია. მე მგონი დაასრულებენ თავიდან. ხოთ მაგიდა ნომერი პირველი მაგიდა ნომერი პირველი ნახოთ როგორი პირველები არიან ამ საკაცსა ავის სიტყვა ურჩევნია თურმე შუქსა ეს ალბათ ბატონის სულიკოს დამსახურებაა ძალიან ხოთ მოინიშნეთ მაგიდა ეს კულტურის განყოფილება მე მგონი შაშსა რად უნდა საპონი, საპონი ისეთ ძვირია, მონახოს, ნაცრით იხეხოს გაშავებული ცხვირია, ყოჩოხ ძალიან დიდი, მართალი რომ გითხრათ, მე ნამდვილად არ დავხმარები ვარ, არც მე არ ვიცოდი მათ რა ფრაზა ქონდათ. ძალიან გთხოვთ მოინიშნოთ, შემდეგი მაგიდა. თქვენი მაგიდა გთხოვთ? მაგიდა ნომერი მეორე. მურატ. მაგიდა ნომერი მეორე. ვაჟკაცი წყნარის ჯობია. ხელში ეჭირო შუბია. რაღაც წყნარია, თუ კი შუბი ეჭირება ხელში. ჩემთან არის ნანა მეექვსე მაგიდის პასუხი. მეექვსე მაგიდის პასუხი? რაც მოგევა დავითაო, პარლამენტის თავითაო. რატომ ბატონი თელმოზი არის მე ძალიან გამოკვირდებოდა. თქვენი მაგიდა გთხოვთ? მეექვსე მაგიდა. ეს ორი მაგიდა გაერთიანებულია. შემდეგ რომელი ნომერია? მაგიდა ნომერი მესამე. გაბრიყვდი და შევჯექ ვირსა. უმალ დავემსგავსე გმირსა. მშვენიერია. მაგის ნომერი არის. მაგზელებს ახალი ანდაზებით
გასულები არიან. დაელოდეთ. აპლოდისმენტები არ დაიშვა ჯიურზე ძალიან იმოქმედებს, ამიტომ ნუ დაიშვა აპლოდისმენტებს. მაგიდან ნომერი მეოთხე. არა შეჭდა მწყერი ხესა, დავიბრუნებთ აფხაზეთსა? რიტორიკული კითხვა. დიდი მადლობა. ეს მაგიდან ნომერი მერვე მაგიდან მე მგონი მერი ის არა პასუხიდან შევიტყვე პირველში. ხერხის ჯობია ღონესა თუ კარგი გალესილია მეორე ორი ვარიანტია ხერხის ჯობია ღონესა თუ ღონიერია მერია. დიდი მადლობა ორი პასუხისთვის. შემდეგი ეს გახლავთ ნომერი მეცხრე. გადამაერენ საგადასახადო ძალიან გულისხმება. თუ განსაცოდნა არ აქვს, განსტანჯოს გადასახადი. დიდი მადლობა. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კონკურსს. მაგიდან ნომერი 11. ველსახველით ამოიყვანს ზოგი ენა ჩააბრუნებს ნამდვილად. მეორე მაგიდან ნომერი მე-11 ორი მაგიდა გახლავთ. სხვათა შორის სულ პედაგოგები არიან. გზაციარულმა დალია ჩვენი საღამო გამგებლის აქტივობამ. ბატონო მურთუ გესმით. დიდი მადლობა. ნომერ 20 მაგიდანს აქვს ორი ვარიანტი, სხვადასხვა საკმაოდ დიდი ვარიანტებია. რასაც გაცემ შენია დღეისთვის დამერწმუნებით, გაცემა როგორ ძნელია, მაგრამ კეთილი კაცისთვის ამბობ არც ისე ძნელია. მეორე ვარიანტი რასაც გაცემ შენია, რაც არადრა შენია და შენია. მით უმეტეს კრედიტებს თუ არ გაცემთ, რამდგან თქვენი იქნება. შემდეგი მაგიდან მაგიდან მომერი მეწავედე, რამდენად არ არის ასი მაგიდან, შვენიერი მადილოსნების ხედავ. ორი და ღვინო ძველის ჩობს, დღევანდელ შიმშილობასო. დიდი მადლობა. შემდეგ საბადოებია თვითონ გიხულოს არის, მე არ მეგონა, თვითონ გიხულოს არის. ოდეს ყურფა გაიაფო მაგრამ ოდეს ყურფა გაიაფდეს უხაროდეს ორ მიშახო ერთი ამორდას საკეთებს ერთი შველი საკაშანსო ახლა ვეღარ ვარ მაღაზე, ამიტომ ვზივარ მარხვაზე. მეორე ვარიანტი. სანამ მქონდა ფულები, ჭამე მოხრაკულები. ახლა ბევრი მაქვს დვალები, მშიერი და ვიარები. ნამდვილად განაგრძობთ, მაგრამ თქვენს მაგიდეს ნამდვილად არ თქვა ალოდა. მეხუთმეტე მაგიდა. მიყვარს სამსახურში. შვენიერი, მოისმინა დაერქო. ეს არ მაგალითად ვერ შეიძლება. სულ უცოლავად ჯობია, კაპასიტორის სკოლასა, მაინც ორიერთად ჯობია. ესე იგი, ვიარეთ თუ არიან ეს ვარიანტია. დიდი მადლობა. მაგიდა ნომერი მე-15. მაგიდა ნომერი 20. ახალი ცოცხი კარგად გვის, თქმულა ახალსა მერზე და.
მეორე ვარიანტი. მეორე მაგიდა, ოღონდ გაერთიანებული ეს ორსამიანტი მაგიდა. ბანანები ძალიან კულტურადები მოისმინეთ. საქმეს დაახდენს, რემელი გამგებელს დააბრალებს. მართლა შეიძლება ასე იყოს. შემდეგი მაგიდა ხო? რომელია? ჯერა კიდე შემდეგი და? ორსამეცხრე მაგიდა. იყო ასეთი სენტენცია, დასასრულებელი. თუ კაცი კაცად არ ვარგა. პასუხი: მომწყვდეულია ქალებში და ყველა სათნოდ მოუგებს, მიაგეთ კაცებს პატივი. მიუგებს. მიაგეთ კიდევ შეიძლება დავიკავ უფრო სწორად. მომწყვდეულია ქალებში და ყველა სათნოდ მიუგებს, მიაგეთ კაცებს პატივი. დიახ, ნამდვილად. ადამიანები რომ მამაკაცები ხსუსტის ეს წარმოგებლები არიანო. ძალიან თუდად იღებენ სიცივეში, მშილობას, უყურობას, აბა მიაგეთ ნამდვილად პატივი. შემდეგი მაგიდა მაგიდა ნომერი მაგიდა ნომერი 28. მაგიდა ნომერი 28. ემილია ხარელი თუ ძალიან მოთავსებაში არ ჩამოვიდა ასეთი სენტენცია. არ გადადებების ყორანი ქვრივადაა და იმიტომ. შემდეგი მაგიდა მაგიდა ნომერი 29. დააწერეთ. ჩემი შენ გითხარიო, შენ შენი მითხარიო. დიდი მადლობა. ძალიან ხუთ მონაწილეობთ. ნახოთ მშენებლების მაგიდა. ნომერი 25 მაგიდა. ამის ნაჭამ-მაყრენალმა შვილიშვილს გოშე აკბილია. კაცი კაცად არ გორიხავს, თუ არ გაქვს ჯიბის ფულია. ნამდვილად დიდი მადლობა. დასაჭირებელი სენტენცია. ხო? მაგიდის ნომერი მოგაზრდოთ. მაგიდა ნომერი 21. სიყვარულეში გაქცევს, თუნდაც იყოს არიელი. ვეღარაფერს ვერ გახდება, კაცი თავის ცარიელი. ჯიბესარიელსა, თავის ცარიელის ყველი გადასაგდები. დიდი მადლობა. მეგონი პასუხები კიდევ არის. ძალიან უხუცესი დიდი მადლობა. ამდენი ყურადღება გავუჩინეთ, ხალხს ჩვენი პრეზიდენტის. მე მინდა მოისმინოთ ყურადღებით ნომერი 18 მაგიდის სენტენცია. ხალხს თუ ინდექსირებია უკეთესად მოისმინოთ. თუ კაცი გონიერია, სილებრით მოდიერია. მეგონი თუ ფურიანი მაშინ თوار მოდიერია. დიდი მადლობა. 18 მაგიდას. შემდეგი ძალიან ნომერი მაგიდა ნომერი 17. ავტარში ცოლის შეგვიძლია ნეტავ არ გადიდაროსა. მერე კი ისე ჩამოცხა, ვინაძრე გამიყაროსა. საკმაოდ ორიგინალური პასუხია. მაგიდა ნომერი 15. აი არ არის თაყაო შორომამური გაყაო. ეს იყო ძველად ნათქვამი, ახლა კი საქმე მასია. მიწა გლეხებს აბრუგეთ, არავინ არ შრომობს მასშია, ვინც მიწის მოსავლით ცხოვრობს, ან ტიტორია ან შია. ეს რომელი მაგიდა იყო მაგალითად? მეტრებს მაგიდა, თქვენი მაგიდა თუ აღწერი, ხო? ბატონო, ზურა. არა? 17 იყო ეს. 17. ახლა შეიძლება კანტაში არ გამოაკა. ხო, სემბოლი ძიგნიერი ფორმა იყო, რომელიც აიგდა მურაზა. ორდენოთხე მაგიდა პირველი ვარიანტი. ერთი ვარიანტია. წავლის, წავლენ და წამოვლენ, თევზების აღყვედიანო. მეორეც არის 24-ს. 24-ს მეორე ვარიანტიც. ხოდა კამეჩი. მეორე მაგიდა, თქვენ და 24 მაგიდა. ხოდა კამეჩი გა. ორი მაგიდა. ყურა კამეჩი გავყიდე, ქებითა და დიდებითა,
მესერესი ვიყიდა შრომითა და თვალებითა საწყალი კამერში. დიდი მადლობა. ეხლა დამოვწერება. ქარელში თუ გაგიბაზრდა, არაფერი ეშველება. მეორე ვარიანტი, დიდი მადლობა. სიმონის მადლობა უნდა. ქარელში მას რაღა უნდა. ეს გამაზრების შემდგომი ვარიანტია. თუ გიგმობა არ გაუშვებთ, პატივისცემით ქარელელი. დიდი მადლობა, ახალგაზრდებო მშვენიერი პასუხია. მე ალბათ ამოიწურა მე თუ არ ვწდები, ჩვენი პასუხები. ძალიან დიდი მადლობა თქვენი ყურადღებისთვის და ალბათ ჟიური იმუშავებს თქვენ პასუხებს. თქვენი პრიზებს ელოდეთ. ეს ვარიანტებია დაემატა მე მგონი მუსიკოსების მაგიდა სამივე ვარიანტი მიღებული და ერთი ვარიანტი დაემატა. მუსიკოსების მაგიდან წამაკითხოთ ხელმეორედ პრიზები უნდა გადავცემ 4-ვე მაგიდას. თხოვთ თქვენი სენტენცია ბატონო ლერი. წამაკითხეთ თქვენი მაგიდის. თქვენი სენტენცია მომაწოდეთ. მე უკვე ხელთან მაქვს. სხვადასხვა სამი ვარიანტი იყო გათვალისწინებული და მეოთხეც დაემატა ჟიურის რომ იტყვიან აზრით. მოვისმინოთ პასუხები, რომლებმაც საკმაოდ მახველგონიურობა გამოიჩინეს. ის მაგიდები ახლა გაგაცნოთ. მაგიდა ნომერი 23 ახალგაზრდა მოპარებულებში შეგეხართ და გაიხარეთ. 23 მაგიდა დაგიკითხავს პასუხს. ეს იყო სიყვარულსა მალვა უნდა შენახვა და მოფერება ქარებში თუ გაგიბაზრდა ერაფერი ეშველება. ორი ვარიანტი გქონდათ. მეორე ეს ორი მიშას ვარიანტი იყო ჯანდაცვა. ოდეს თურთა გაიებდეს უხარებდეს ორ მიშასო, ერთი აბორტებს აკეთებს, ერთი ჩვენის ათაშანქსო. გონის ორას დავიკითხე, არა? დიდი მადლობა. მაგიდა ნომერი მე-15. მე მგონი ჩვენი მედიკების ხუმრობამ თუ არ ვწდები მედიცინა ხუმრობის ხასიათზე მოიყვანა. მაგიდა ნომერი მე-3 გავბრიყვდი და შევჭე გვირს და უმალ დავემსგავსე გმირსა. კიდევ ერთი პრიზი 2 და მუსიკოსების მაგიდა კოკასაშიგან რაც დგას, მაგრამ ჩვენსაში არ ადგას. გაითვალისწინეთ, ესე გვინდა შემოაგდათ. მუსიკოსები თქვენ გელით თუ გაიმეტებთ შაბაშსა. ისე ხიზელი მუსიკოსები ვერაფერი მოსასმენი და უფულოები მით უმეტეს. დიდი მადლობა, ჩვენ სიამოვნებით გადავცემთ ახალი სენტენციების პატრონებს, მაგიდებს, მახვილგონიურული პასუხებისთვის მშვენიერ პრიზებს.
მგებლო ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი დადგა და მე მინდა რომ საღამოს წყვილი გამოვაცხადოთ საღამოს წყვილი დღევანდელი საღამოს წყვილი და მე ვთხოვ პრიზის გადასაცემად საღამოს წვლის პრიზს გადასცემს ჩვენი მის ქარელი 97 თუ არ ხდები ხონდინა და მე მინდა დღევანდელი საღამოს მშვენიერი წყვილი ფანტით რომ იყვიან გამოვაცხადო ეს გახლავთ მანდილოსანი ეთერ სულეიმანაშვილი და ბანო გათალაშვილი მშვენიერი მისკარელი ოთხმოცდა ჩვენები გადაგცემ ასევე მშვენიერ პრიზებს ძალიან დიდი მადლობა ამ კონკურსში მონაწილეობისთვის ჩვენი საღამო ყველას გრძელდება ორი მშვენიერი ქალის გარემოთვაში ვანო ნამდვილად ბედნიერად გრძნობს თავს მე მინდა ერთი სულველი გიდება ზიადი ცოტა იჩქარა თუ ასნები მენდელსონის ვალსი აქ არაფერ შუაშია ვინაიდან იმიტომ რომ ბატონ ვანოს ავს მშვენიერი მეუღლე მე მინდა ახლა ვთხოვ ეთეს თხოვ ერთი წუთით ჩემთან და ბატონ ვანოსაც თხოვ ერთი წუთით ჩემთან ახლა ორიოდე სიტყვით აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ დღევანდელი საღამოს მისტერ საღამოს განწყობილება ეთერ მოსალოდნელი იყო თუ არა როგორც ჩვეულებრივ ტრადიციისამე გამდროზე გიყებიან ეს პრიზი შენთვის? რა ვიცი, მე არ ველოდი. ბატონო ვანო, მე მგონი ვანო ელოდა ნამდვილად. არ ვიცი, ვცდილობდი როგორი. ვცდილობდი და მშვენივრად გამოვიდა მართლაც ნამდვილად ვალსი იძებათ მშვენივრად. ძალიან მე მინდა რომ ასეთი მიღწევები გქონოდეთ თქვენ საქმიანობაში სულ და ლამაზი ახალი წელი გქონოდეთ და სულ ბედნიერები მენახეთ. ეთერ ხომა შეგვესრულებდი კიდევ რამეს. ახლა კი მოვუსმინოთ ჩვენი დღევანდელი საღამოს მის საღამოს ფანტის მის საღამოს ქალბატონ ეთერ სულეიმანაშვილს უკაცრავად ეთერი სიმღერით ჯერ არ ვიცით როგორია
ხელოვნების სახელწოდებები. მე აგერ ვდგავარ შუაში ვეთხოვთ ძალიან ყურადღებით მოვუსმინოთ ამ მელოდიურ ფრაგმენტს და თუ კი გამოუცნობის შემთხვევაში მე დაგიმატებთ მისანიშნებელ ფრაზას. პირველი მელოდია გთხოვთ. Alana, adi ახალგაზრდა რაცაიწიეს ხელი, მეორე და მესამეს უნდა მოისმინოთ ბატონობა. მეორე და მესამე. სამი ვარიანტი, ერთი მოინიშნეთ, დაიწერეთ. შემდეგი ნანა. გასაგებია შემდეგი. მოინიშნეთ თქვენთვის სამწუხაროდ მე მხოლოდ ერთი მაგიდისთვის მესამე გადაცემა მესამეზე ვინც აიწევს ხელს შო ახალგაზრდა დაგასწრეთ Nana, orada samimseli ansiyeti. Oradan galiba işin var, bakma onda. Saçın var yana, geldiğiniz görüşe. Samaşi tam et melodiyası davukram, et melodiyası. İde falan tur. İde bir melodiya, çatal turuymuş. Kavimde birlikte de kadar çok olur. ჩინჩალაძე გია. გია, ხომ შეგოსრულებდა თქვენი მაგიდა, მუსიკალურ ნომერს, ასეთი მუსიკალურები რომ ხართ იმითო. შეძლები? მოითადბირებთ, კი ბატონო, გელოდებით. შვიდობაში ეს პრიზი თოვლის ბაბუა, მშვენიერი პრიზი არის მგონი. და მე მინდა ახლა ნომერი თქვენი მაგიდის შეკითხვას გასუხობ. ხო, ნომერი თქვენი მაგიდა სად არის? Rodis gახსნათ თოვლის ბაბუ, თოვლის ხაყა, ქართული თოვლის ბაბა, თოვლის ბაბუა, ხო? ამაგიდისაგან არ ყოფილა შეკითხვა. უბრალოდ ფუნქციაზე ეწერა, ნომერი პირველი თორე სიღრმიდან მოვიდა. ადრესატი არ ყავდა, ხო? ადრესატი არა. ძალიან დღეს ჩვენ პრიზებში იმდენი საჩუქრები გქონდა, რომ ქართველი თოვლის ბაბუა ცოტა ღარიბია და ნამდვილად ვერ შეგუძლოთ, ამიტომ ვაჯობებ ქართულ თოვლის ბაბას, თოვლის ბაბუა, ანუ სანტა-კლაუსი. ჩვენი ბოლო პრიზით სანტა-კლაუსი იყო, ამიტომ თოვლის ბაბუა და თოვლის ბაბა ორივე ერთია, ალბათ საჩუქრები გქონდეთ მრავლად. მე მგონი თქვენი შეკითხვა დამაკარგეთ. ერთის ქართულია და მეორეც. ნამდვილად. თუ ხასიათი ქართული იქნება. მოვიდეს. სიყვარულით, სიკეთით აღსავსენი შევხვდეთ, გამდე გახალწეს, ეგებ ინებოს უფალმოთ და სასურველით დაგვეკებოს. აჰა, მოვიდა, აღმოგწყინდა ახალი წელი. სავსე აქვს კალთა იმედებით, აურა ცხელით. ყველაზე მეტად რა სინათლე, გული და თვალი. ქორწი
მოგზაურობებს მადლიანი ახალ წლის ღამის. მაინც ვინ არის, ვინ მოვიდა, ვინ შეგვემატა. ეგებ როსთველი ასწეულებს ვალად ემართათ. ეგებ აკაკი, ეგებ ვაჟა, ეგებ ილია, მერმის გავყურებ ცა სადალოთ მოწმენდილია. ან იქნებ ნესტან, ეთერ, ვახტანგ, საბა, შავლებო, მიუწვდათ სამრეკლოს სიხარულით ზარი გავრეკო. რომარ დავჯავდნებ მტრებმა, წლებმა რომარ წაგრეკოს, უნდა ვიმრავლოთ ნინო, თამარ, საბა, შავლებო. უნდა ვიმრავლოთ, ორჯერ, სამჯერ დედა ეს წელის ასიგეთო სიტყვა დავიწეს და ვიღებ სასმის ზედოდება ახალ წელს. ახლა კი ირისი არის ანდრეას ბაკიესთან გადავიდეთ. ძალიან სპეციალური შეგვაქვს.